უზენაესმა სასამართლომ ჩაგვაბარა გადაწყვეტილება და დაუშვებლად ცნო ჩვენი საკასაციო საჩივარი, ჩვენ ვითხოვდით საკასაციო საჩივრის დაშვებას არაერთი გარემოებით, მათ შორის 4 გარემოებით უნდა დაეშვა სასამართლოს ეს საჩივარი და ვითხოვდით ზეპირი მოსმენის დანიშვნას და მზიას მონაწილეობას ზეპირი მოსმენისას. სასამართლომ მოხსნა ასე ვთქვათ ყველა ეს პრობლემა და ჩაგვაბარა გადაწყვეტილება კასაციის დაუშვებლობაზე პრაქტიკულად საქმის შესვლიდან 2 თვის ვადაში, ძალიან იჩქარა, ჩემი სხვა გამოცდილებით ასეთი სისწრაფე არც ერთ საქმეში არ მინახავს. საახალწლოდ შევიდა საკასაციო საჩივარი და პრინციპში თებერვლის ბოლო რიცხვებით არის დათარიღებული განჩინება დაუშვებლობაზე. გადაწყვეტილება, რაც ახლა უზენაეს სასამართლოსგან ჩავიბარეთ, მართალი გითხრათ, აი ასეთი დაბალი აზრის უზენაესი სასამართლოს თანაშემწეების კვალიფიკაციაზეც კი არ ვარ. რომ ასეთი მდარე სამართლებრივი ღირებულების დოკუმენტის მომზადება შეუძლიათ, ანუ თანაშემწეისგანაც არ ველოდი მართალი გითხრათ, აი ასეთი გადაწყვეტილების მომზადებას, მოგეხსენებათ უმრავლეს შემთხვევაში თანაშემწეები წერენ ხოლმე, მაგრამ ეს კიდევ რაღაცა ამის მიღმა გახლავთ, ამიტომ რა შემიძლია გითხრათ, ყველა ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებების ასე ვთქვათ, ქვეშ არის კონკრეტული მოსამართლეების ხელმოწერები. ეს მათ აქტივში ჩაწერილი გადაწყვეტილებებია და ამ მოსამართლეებს ყოველთვის მოუწევთ აწარმოონ აი ასეთი მდარე სამართლებრივი, მდარე ყველაზე მსუბუქი შეფასებით დოკუმენტების ტვირთი, მართალი გითხრათ, რამდენიმეჯერ ვეყო ნერვები ამ გადაწყვეტილების წაკითხვაზე და ყველა ჯერზე შემრცხვარ, რამდენჯერაც არ წავიკითხე ეს გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება გახლავთ. ეხლა ვთქვათ, აღარაფერს ვამბობ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ არ უპასუხა რასაკვირველია არც ერთ იმ საფუძველს, რასაც ჩვენ ვუთითებდით, რომ უნდა დაეშვა სასამართლოს ეს ასე ვთქვათ, ჩვენი საკასაციო საჩივარი და განეხილა. არაფერზე არ იმსჯელა სასამართლომ და ეს ახლა ახალი ამბავი არ არის მზიას საქმეებთან დაკავშირებით, არც ერთი სხვა ინსტანციის სასამართლომ არასოდეს არ იმსჯელა არც ერთ იმ გარემოებაზე, რაზე ჩვენ ვუთითებდით. კონკრეტულად ამ სასამართლოს ჩვენ ვუთითებდით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაირღვა არა მხოლოდ საპროცესო არაერთი ნორმა არსებითად დაირღვა მზიას შემთხვევაში, ვუთითებდით, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია გააკეთა ქმედების, მოგეხსენებათ, პირველი დღიდან ვამბობთ, რომ ეს შესაძლოა შეფასებულიყო მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევად და არა სისხლის სამართლის დანაშაულად და აი ამის გაგება ყველას შეუძლია. აი ამ არგუმენტზე არ გვიპასუხა არც ერთმა სასამართლომ. აღარაფერს ვამბობ სხვა არგუმენტებზე. თუ აი ამ ასე ვთქვათ ყველაზე ცუდ პროცესში რაიმე კარგი და სასარგებლო შეიძლება იყოს ამ წუთას ჩვენთვის, დიახ ეს გახლავთ, რომ აი ქართული მართლმსაჯულება ასე სამარცხვინოდ და სწრაფად დასრულდა ამ საქმეზე, აი ეს არის ქართული მართლმსაჯულების ბოლო შემაჯამებელი აკორდი ამ საქმეზე. ისევე სამარცხვინოდ დასრულდა, როგორც დაიწყო, მაგრამ მე თუ გითხავთ, უფრო სამარცხვინოდ დასრულდა, კიდევ ვიდრე დაიწყო. ამიტომ ეს ახლა ჩვენთვის არის თავისთავად ცხადია, უკვე ხო მზა, რომ გავასაჩივროთ ძირითადი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, მოგეხსენებათ, 2 საჩივარი წასულია, მესამე საჩივარი უახლოეს მომავალში წავა, კიდევ ამ საქმის გარკვეულ მიმართულებებზე და ძირითადი საქმეც ფაქტიურად დასრულებული გვაქვს და დაიწყება უკვე 10-4 თვიანი ვადის და ეს საქმე თავისთავად ცხადია გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში.